რა სიტყვით ბატონო პაატა, ხო არ ვიცი ღირს საერთოდ ამ კითხვის დასმა, რატომ დაიგეგმა მარში, რატომ გადიხართ ქუჩაში, აი თქვენი სათქმელი ყველას. ბატონო, მოგესალმებით ყველას, ჩვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა, სტუდიაში ყოფს ყველას. ბატონებო, დღეს არის რაღაც ისეთი მომენტი, რომ ერთ მხრივ ძალიან ცუდი და მეორე მხრივ ძალიან კარგი. ძალიან ცუდი იმით, რომ ჩვენ ქვეყანას ესე დაავადება შეეცია, როგორც არის ქართული ოცნება. ძალიან ძნელი განსაკუთრებული დაავადებაა, იმიტომ რომ ხედავთ როგორ უსწორდებიან ჩვენ ახალგაზრდებს, როგორ ციხეში უშვებენ უდანაშაულო ადამიანებს. ნუ ბევრი რამეა, არ ჩამოვთვლი ყველაფერს რა არასამართლიანობაა და კარგია იმითი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და ჩვენ ასეთი ძლიერები, როგორც ამ დღეებში ვართ, არ ყოფილად კარგი ხანია. აი ნამდვილად ჩვენი სიძლიერე ვიგრძენი. მე რუსთაველზე უკვე ამ დღეების უკვე ხვალ იქნება საიუბილეო 30-ე დღე, რა ჩვენ გამოვდივართ ყოველ დღე და ყოველ დღე ვართ ერთად და ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვერ მოგვერევა ვერავინ. რაც არ უნდა ყველაფერი ცადეს, მოგწამლეს, წყალი მოგვიშვირეს, დაგვიჭირეს, გაგულახეს, ციხეში ჩაგვსვეს, ნუ რაღა უნდა ცილით წამება, რამდენიც გინდა თელი ქარხანა მუშაობს მაგაზე. ვერ მოერევა ქართულ ხალხს ვერაფერი, როცა ერთ მუშტად თავად შეკრული. ბატონებო, არ უნდა დავიზაროთ, ყოველ დღე უნდა ვიყოთ დღეს, ყოველ დღე ყველა ჩვენი გასვლა რუსთაველზე ყოველი დღე არის სისუსტე, მეტი უფრო სუსტი ხდება ქართული ოცნება თუ რაც გინდათ ის და ეს მავნებლები ესენი, რომლებიც ავნებენ ჩვენ ქვეყანას. და დღეს რაც ხდება ჩვენ ხდება ერთი რამ, რომ ჩვენ მუსიკოსები შევიკრიბეთ ყველანი, ყველა ჟანრია აქა. აბსოლუტურად ზოგიერთები საზოგადოებრივ არიან კიდე ჩვენი ვიც აქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა. და ჩვენ გვაერთიანებს რა? ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ ვიყავართ ჩვენი ქვეყანა. და ის ბიჭები, ვინც ზიან ციხეში, ახალგაზრდა ბიჭები, რისთვის არიან დაჯილები ინგა? მარტო იმისთვის, რომ მათ უყვართ ქვეყანა და იცავენ ქვეყანას. აი ეს არის და მე ძალიან მინდა, რომ ისინი მალე გამოვიდნენ. და აი მოსამართლეებს თავი დავნებოთ ცალკე პრობლემა თუ პროკურორები, მაგრამ ვინც ცრუთ ჩვენება მისცა ახალგაზრდა პოლიციელებმა, ესენი არიან ყველა სასტიკი. რომ მიყავთ იქ და არც იციან. შეგედავებოდით, ჩემი აზრით მოსამართლეები არიან რობოკოპებზე უფრო კიდევ უფრო ცუდი ხალხი, რა თვალსაზრისით, რომ წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებიან, წამების ისტორიებს ახალგაზრდები ნაცემი დასახიჩრებული და არც კი უსმენენ და ისევ მაგათ ამტყუნებენ და ბატონო პაატა, აი გულწრფელად გეუბნებით, მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეები ყველაზე დიდი ჯალათები აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში. მაგრამ მოსამართლეებს ხო ხელს უწყობენ ეს ახალგაზრდა პოლიციელები, ვინც მიდიან და ცრუ ჩვენებას არც იციან, ხალხს პირველად ხედავენ სასამართლოს. და პირველად დავით კაცარავას რა უქნეს? და იმის მაგივრად რომ გაესამართლებინათ, ვინც გალახა და ვინც აი ესეთ სასიკვდილოდ გაიმეტა, კიდე 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ნუ არცად არ წერია ეგეთი რამ. სამწუხაროდ ხო, აი ეს ტოტალური უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში გამეფდა, კიდევ უფრო მეტად ზრდის პროტესტის მასშტაბებს, ხო?